როგორ დაკარგა ბათუმელმა ოჯახმა ერთადერთი საცხოვრებელი სახლი. თურმანიძეების ოჯახი ოცნების დეპუტატის წინააღმდეგ გამოძიებას ითხოვს. დაზარალებულები ილია ვერძაძეს თაღლითობაში ადანაშაულებენ. ვერძაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრია. 2018 წელს თურმანიძეებმა ანგისას ქუჩაზე 2600 კვადრატული მეტრი მიწა. ოცნების დეპუტატის სახელით მისულ ინვესტორს მიყიდეს. თავარი პირობა 28 სართულიანი კორპუსის აშენება და რამდენიმე ბინის მიღება იყო. ჩვენთან მოვიდა ზურაბ დიასამიძე და გითხრა რომ დაინტერესებული იყო ერთ-ერთი პოლიტიკოსი ილია ვერძაძე ჩვენი მიწით და ბინებს გვაძლევდა ჩვენი მიწის სანაცვლოდ. თუ დავთანხმდებოდით მასთან გარიგებას. ხელშეკრულება დავდეთ ЧП-თან პირველ ეტაპზე ზურაბ დიასამიძეს და შემდეგ უკვე როცა ილია შემოვიდა საქმეში, ილია ვერძაძემ თავისი დასთან დაგვადებინა ხელშეკრულება ნაილე ვერძაძესთან. ილია ვერძაძე პირადად ჩვენთან ოჯახში მოდიოდა, არ ვიცი ხა რამდენად მნიშვნელოვანია ამის აღნიშვნა. ამბობდა რომ ეს არის ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ერთი პრობლემა გვაქვს. ხოლო მე შემიძლია ჩემი გავლენებით აქ პროექტი გამოვიტანო, რადგან შესაძლოა წითელი ზოლი იყოს ჩვენი მიწის ნაკვეთი. სახლი დაანგრია ილია ვერძაძემ, კი ბატონო, და თაღლითებს გადასცა ეს პროექტი. რასაც უკვე ჩვენ გავიგეთ, რომ ბინები გასხვისებული იყო და ფაქტობრივად ინვესტორი აღარ დაინტერესდებოდა ჩვენი პროექტით, ამ დროს მიიღო მამაჩემმა ინსულტი. 8 წლის თავზე ბათუმში ეს მიწა ისევ ცარიელია. კორპუსი არათუ არაშენებულა, მშენებლობა არც კი დაწყებულა. თურმანიძეების ოჯახი სახლის გარეშე დარჩა და ქირით ცხოვრობს. ქირას აღარ უხდიან. პირველებთან საუბარში ყვებიან, რომ ზურაბ დიასამიძე, ვისაც მიწა მიყიდეს, ვერძაძის წარმომადგენელია. დიასამიძე იყო იმ კომპანიის დირექტორიც, რომელიც ოცნების დეპუტატის დასს ეკუთვნოდა და რომელსაც კორპუსი უნდა აეშენებინა. ეს საჯარო რეესტრის ამონაწერითაც დასტურდება. მიწა და პროექტი რამდენჯერმე გადაიყიდა. თურმანიძეების თქმით, ისევ ვერძაძესთან დაკავშირებულ პირებზე. ყველა მყიდველს ილია ვერძაძე შლეიფად მოყვებოდა თითქოს. ყველას იცნობდა აბსოლუტურად. მივმართეთ პრემიერ-მინისტრს, მივმართეთ ბიზინა ივანიშვილსაც, აბსოლუტურად ყველა უწყებას და ორგანოს. წერილობითი ფორმით მივმართეთ, მაგრამ შტაბ-ბეჭდილება გვრჩება, რომ უშუალოდ ამ პასუხისმგებელ პირებთან არც მისულა საქმე. და მუდმივად ტირაჟირებს ილია ვერძაძე, რომ მას აქვს გავლენები. ერთი წლის განმავლობაში რომ პროცესი არ დაიწყო, ეს უკვე ნიშნავს, რომ იქ რაღაც გავლენებია და ვიღაცას ფარველობენ. ილია ვერძაძის პასუხისმგებაში მიცემასაც ვითხოვთ, რომ გამოიძიონ ობიექტურად ზურაბ დიასამიძის და დანარჩენისას. ილია ვერძაძე ზურაბ დიასამიძე ყავს სწორედ ასეთი საქმეებისთვის. და ზურაბ დიასამიძის მოყვანილია დემექს ჯგუფი, ანუ ვინც იყო ილია ვერძაძის შემდეგ. ჩვენ დავა გვაქვს სასამართლო პროცესში დავა გვაქვს ყველა ადამიანის წინააღმდეგ, ვინც ჩვენ დაგვაზარავა. ილია ვერძაძე გვითხრა, რომ ეს არ იყო მისი პირველი მშენებლობა. დიახ. ქონდა გამოცდილება, მისი ძმა იყო მშენებელი და ამ საქმეში სრულად ჩაერთვებოდა და ბანკში ვერ ჩადებდა და თანხას ვერ გამოიტანდა. სანამ გარკვეულ სართულებს ვერ მიაღწევდა. მაგრამ შემდეგ მოგთხოვეს ამ ხელშეკრულებების ილია ვერძაძემ დაგვითანხმა იძულებული გაგხადა, იმიტომ რომ მშენებლობას ვერ დავიწყება, უკვე სამშენებლო მასალები გემზე მაქვსო. თურმანიძეები გამოძიებას და თაღლითური სქემის ყველა მონაწილის დასჯას ითხოვენ. ცდილობენ ხმა მიაწვდინონ ივანიშვილსა და კობახიძეს, რომ 2018 წელს დაპირებული პროექტი დასრულდეს და ოჯახმა კუთვნილი ქონება მიიღოს. არსებობს ხელშეკრულება, რომლის პირობებიც უკვე დიდი ხნის დარღვეულია. საგამოძიებო ორგანოები თუ ჩაატარებენ გამოძიებას, ძალიან მარტივად საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდება ილია ვერძაძის კავშირი. შემავალი და გამავალი ზარების ნუსხით, რომ მას ჰქონდა კომუნიკაცია ჩემს მარწმუნებლებთან, მიმოწერებიც არსებობს და ყოველივე ამის ამოღება და საქმეზე დამაგრება შეიძლება. თუმცა სამოქალაქო საქმეზეც ჩვენ საკმაოდ მტკიცებულებები ჰქონდა წარდგენილი, რადგან სასამართლო შეუქმნა წმენა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მისი საკუთრებაში არსებული უძრავ-ქონება გასხვისება აუგზავნა. ილია ვერძაძე ბრალდებებს უარყოფს. აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ქართული ოცნებიდან ამტკიცებს, რომ თაღლითობაზე არაფერი სმენია და ამ ბიზნესმა მისი ოჯახის ხელში სულ ცოტა ხნით გაიარა. ვერძაძე თურმანიძეების ოჯახის წინააღმდეგ სარჩელის შესატანად ემზადება.
წუხვალ ამ ოჯახის გამო და მართლა მინდა რომ დროზე მოგვარდეს მათი პრობლემები, თუმცა ჩემი ოჯახი ამ საქმეში იყო ჩართული ეპიზოდურად, ვთქვათ, ჩვენ არც შეხვედრაზე დაგვიყოლიებია და არც რა თქმა უნდა ჩვენი გადამწყვეტი სიტყვა არ იყო პირველ რიგში დოკუმენტები მიაქამავს, ჩემი რეპუტაციული ზიანის გამო სამწუხაროა ბოდიშ ვიხდი, მაგრამ უნდა შევიტანოთ საბჭოთა სასამართლო. დაზარალებული ამბობს, რომ თქვენ დაუნგრიეთ მას საცხოვრებელი სახლი და მამამის ამის გამო ჯანმრთელობის ზიანიც კი მიადგა. ესეთი რაღაცები ძალიან მარტივად დასტურდება, იმიტომ რომ აქ თარიღებიც წერია დოკუმენტებში, ჩვენს დროს არც დემონტაჟი განხორციელებულა და არც სხვა დანარჩენი ქმედება გარდა პრობლემების მოგვარებისა. თურმანიძეები თაღლითობის გამო ოცნების დეპუტატის დასჯასელიან. დაზარალებულია კიდევ 10 ადამიანი, ვინც მრავალგზის გადაყიდულ 28 სართულიან პროექტში არაშენებული ბინები იყიდა და თანხა ჰაერში გადაიხადა.